შემთხვევები არის ძალიან ხშირი ჩვენი საკრებულოს თავმჯდომარის მიერ, როდესაც ჩემზე პირადად მოხდა ორი ეგეთი შემთხვევა იყო, რომ მოვიდა და მითხრა, რომ მე დავატარებდი ბუკლეტებს და რატო დავატარებდი ამ ბუკლეტებს. მანქანიდან გადმოხდა და ესეთი იზიმით მე თქვენთვის ვაკეთებ თუ რამეს ვაკეთებ, მე ჩემთვის არაფერი არ მინდა. ეს ვინ არის კონკრეტულად სახელი? ბესი გზანდარაშვილი. რაიონის მუნიციპალიტეტის რაიონის მუნიციპალიტეტის გამგებელზე საუბარია. ვიამოვნო თუნდაც დავატარე, რა დავაშავე, რა დანაშაული ჩავიდინე. იმის ფონზე რომ ამოთო დემოკრატიული ქვეყანა შენდება, თუ კი დემოკრატიული ქვეყანა, სიტყვის თავისუფლებაა, ხო შეიძლება რომ მე ის რაღაც ჩემი განსხვავებული აზრით თუნდაც შეთვის არ ამოსაწონი, მე საზოგადოებას გავაცნო და ან ჩემი აზრით დავაფიქსირო მე. იცი რა, ამ კითხვაზე მითხრა რომ იცი რა, შენ მოგდის ზედმეტები ძალიან და თურმე მე რაღაცას ვაკეთებ ისეც ას ქვეყნისთვის არ არის ნორმალური. ჩემ სოფლებთან ვიდექი ვსაუბრობდი ჩემ პრობლემებზე, ჩემ გულის ტკივილზე. ჩემი ოჯახის მიმართ, ჩემი ქვეყნის მიმართ, ჩემი სოფლის მიმართ. მეორე დღეს მივდიოდი შილდის დღეობა იყო, როცა გადავედი ცენტრალურ გზაზე მანქანით, გამაჩერა ბესი გზანდარაშვილმა და დამიძახა და მითხრა, რომ მე მასთან მქონდა თუ არა რაიმე მის ოჯახთან რაიმე პრეტენზია. კითხვაზე უპასუხე, რომ არა, რა თქმა უნდა, მე მის ოჯახთან არანაირი პრეტენზია არ მქონია და თავი პირადულად ვკითხა თავისთავად, ჩემთან თუ გაქვს რამე პრეტენზია. მე ვუთხარი, რომ შენთან არაფერი პრეტენზია არ მაქვს, მე ვუთხარი, რომ შენ ჩემთვის რაც პატივი გაგნაცემი ადამიანურად, მე რა პრეტენზია მქონდა შენთან და დამისვა კითხო მთავრობასთან თუ მქონდა პრეტენზია და მე ვუთხარი, კი მთავრობასთან მაქვს პრეტენზია. და მითხრა, შენ ვინ ახარ, რომ მთავრობასთან პრეტენზია გაქვს და რა პრეტენზია გაქვს? რამოდენიმე წლის უკან აქვს რაღაც ტყის პატარა ნაწილი შეშად გამოიყენეს გასათბობად და შემახსენა რომ ამ საქმეს არ იყო მკვდარი ეს საქმე, ამ საქმეს გააღვიძებდა, უბრალოდ ეძინა, გააღვიძებდა და ჯარიმა დაახლოებით რომელიც შეადგენდა 280,000 ლარს გამოიწერებოდა და ეს გახდებოდა პირადად ჩემი გადასახდელი, იქიდან გამომდინარე რომ ჩემი უბნელები მეტყოდნენ მე რომ აიცი რა შენ ლაპარაკობდი ყველაზე მეც, ბიძინა ივანიშვილის კვერცხი შენედექი და შენს გამოიწერა ეს ჯარიმა და შესაბამისად კეთილინები და ეხლა შენ გადაიხადე ეს ჯარიმა. და შემდგომში იყო კიდევ ამაზეც რომ ვერ მიიღო თავისთვის სასურველი პასუხი. მე მყავს ჩემი ნათესავი არის, რომელიც მუშაობს ერთ-ერთ სამინისტროს სამსახურის მაღალთანამდებობაზე. მითხრა რომ აი ის ადამიანი იქ რო ყვავის, ესე კი არ არის. ქართული ოცნებიდან ჩამომბრძანებულები იყვნენ, ქართული ოცნების მაჟორიტეტის დეპუტატობის კანდიდატი დავით ქეხიშვილი და მისი მხარდამჭერები ჩვენ აქ შევიკრიბეთ, შეხვედრა იყო მოსახლეობასთან. ამ შეხვედრის შემდეგ დაახლოებით დამთავრებიდან 5 წუთში მოვიდა ჩვენი სოფლის გამგებელი თემურ ოსიაშვილი, რომელმაც ეს სიტყვებით მითხრა, რომ მე არ გამეკეთებინა ისეთი რამ, რაც შემდგომში მომავალში ანუ არჩევნების შემდეგ იგულისხმებოდა, რომ ბოდიშიც ვერ მიშველი და ამაზე ჩემი ძალიან მწვავე რეაქციის შემდეგ, რომ თუ იყოს სიტყვის თავისუფლება და დემოკრატიული ქვეყანას აშენებდნენ ის და მისი ხელმძღვანელობა, რატო არ შეიძლებოდა რომ მე ჩემი განსხვავებული აზრი დამეფიქსირებინა, თუნდაც ყოფილიყო სწორი თუ არასწორი, ეს მეორე საკითხი არის. ამის ფონზე რომ ეს ადამიანი ვერ გახდა ვერაფერს და შესაბამისად მე ვუთხარი რომ შენ ხარ გამგებელი და შენ არჩევნებში არ უნდა ერეოდე, შესაბამისად შენ კაბინეტში რომელიც არის გამოკრული მიშა სააკაშვილის სურათი და ხუთიან ისიქ არ უნდა ეკიდოს და შენ ამ აგიტაციას არ უნდა ატარებდე, ხალხს არ უნდა აშინებდე და მაისურებს ვინ ვისაც ჩაიცმევს, შენ არ უნდა წვეტავდე და არავის არ უნდა ეუბნებოდე. ამის შემდეგ წავიდა ეს ადამიანი ძალიან გამწარებული და ისევ დაახლოებით 5 წუთის შემდეგ ეს ადამიანი მოვიდა და ეს სიტყვით მეუბნება რომ მე რა რო ქვეყანაში არის სიტყვის თავისუფლება, დემოკრატია, შენ რა გინდა, შენ მაგარი ბიჭი ხარ, რომ ეს ხალხი ჩამოიყო ხონიაკ და ხალხთან შეხვედრა მოაწყე, მოდიოდა ესე იგი იმაზე გამოწვევაზე რომ მოხდარიყო ჩხუბი, შედეგად მე ეს არ მივიღე, მივხვდი თუ რასთან მქონდა საქმე, დავიწიე უკან და ამის შედეგად წამოვიდა სიტყველი შეუწყობა, გინება და სხვადასხვანაირი მუქარები რომ ღამე გამომათრევდნენ გარეთ და რაღაცა იქნებოდა, რა თქმა უნდა. გურამ გეზელიშვილი. ნაციონალება მათ შორის მის მამას მოუხსნეს ძებნილობა იმის გამო რომ არჩევნებში მან მიუტანოთ მათ ხმები და ამ დაშინებით ამ რაღაცებით ხდება ძალიან დიდი ზეწოლა არა მარტო ჩემზე და ყველა აქტივისტ ადამიანზე რომელიც ქართულ ოცნებაში აქტიურად იღებს მონაწილეობას და აგიტაციას ეწევა თუ არ იგებს ბუკლეტებს თუ გაზეთებს. ჩუბის თვითმფრინველები ხარ გახდით თქვენ აქ შემთხვევით. თუ ყველანი მე არ ვიყავი მართლა დანარჩენი არავინ არ თქვენ არ ვიყავით. თუ ყველა მუყურა. არ გადათქვან ეხლა არ ჩაიფსა და არავინ. თუ ყველა მუყურა შევის გარდა. და რა ხდებოდა იქნებ გითხრათ? რა თქვენ თუ შეესწარით ამ ყველაფერს, აბა იქნებ გითხრათ როგორ იყო? არა, ვერაფერს შეერეთ. ისე რა რაღაც ინციდენტი მოხდა, ხო? უთხარით, რომ გეშინე. კი, სწორი იყო.
ცოტა გამადი. სიტყვერი შეურაცხყოფა იყო, ხო? ადასტურებთ ამას, რომ პოლიტიკური ნიადაგზე იყო ეს სიტყვერი შეურაცხყოფა. პოლიტიკური იყო თუ პირადული იყო? პირადი აქვთ რამე, აი ეს მაინტერესებს. არ ვიცი, ვერ გეტყვით. თქვენ ხო მეზობელი ბრძანდებით? კი, მაგრამ ის არ ვიცი რა, ვერ გეტყვით. ის მოჩხუბარი ამისი დისმაზლია და იმიტომ ვერ ამობს ვერაფერს. მოგვარეები არიან. მოგვარეები რო არიან ეს გასაგებია, მაგრამ ამ წუთში აი რამ გამოიწვია ეს კონფლიქტი? რაიმე პირადს ვერ იყოფდნენ? მეორე ადამიანი იყო ჩემ დაბადების დღეზე. დიახ. და რო გამოვიდა და შემოვიდა. მე გარეთ არ გამოსული. მინდოდა გამოსულმა არ გამოვიდა. რომ შემოვიდა რა თქვა, ეს მაინტერესებს. რომ შემოვიდა რა თქვა გურამმა? რო შემოვიდა. დიახ. ну ცოტა კონფლიქტი მომივიდაო. და რა თქვა, რატომ მომივიდაო ეს კონფლიქტიო? ეხლა თამადაც აყვავდა სუფრაზე და გვაჩვენებდნენ რომ არ გვინდა დაბადების დღეები და პოლიტიკა და ის არ გვინდა ვაკ. ხო დაინტერესდით და აი რა მოხდა, ვინ რა უთხრა, როგორ აი ხსოფელია და ყველა გარეთ არ ვიყავი და როგორ. ხო, მაგრამ შიგნით როცა შემოვიდა გურამი. არა, გარეთ არაფერი ლაპარაკი აღარ. ანუ ეს ადამიანი გიყვებოდათ როგორც იყო? ხო, აი რომ მოვედი მე მაღაზიაში, მოვედი აქ მაღაზია და უყვებოდნენ ხალები რომ აი ეგეთი მდგომარეობა იყოვო, დედა აღარ შეარჩინაო და აგი და ყველაფერიო. და ემუქრებოდა ვამაღამ შენ არ გაცოცხლებო. აი მე აი ესენი გავიგი აი აქ მსხდომი ქალებისგან. ო, რუპორის იმას ხმაზე გამოვიდა გარეთ. იგი. ისე პოლიტიკური შეხედულება თუ იცით გურამის როგორია? თუ არის პოლიტიკურად აქტიური ადამიანი? რა ვიცი, იმისთან დებილია რომ ვერ გავიგე მაგისი ვერაფერი. ია, მაგარი. მაგარი მთვალია? როგორ არ საუბრობენ, თქვენთან არ საუბრობენ, თორიცაც საუბრობდნენ. და ამტყუნებდნენ იმას და არა, იმას ვისაც ჭუბი აუტეხა. მაგრამ ეხა შეგნებულად თავს იკავებენ. ჩაგრიან, ეხო იასნია. ვინ ჩაგრავთ ბატონო? ვინ ნაციონალები, ვინ? როგორი ფორმებით ჩაგრავენ? ყველანაირად. მე ყველანაირად. ზუდავენ ყველანაირად. ყველანაირად. მე მთავრობისთვისაც ძალიან დიდი აქტიური ვიყავი, მაგრამ ჩემთვის სიხატაკის მეტი არაფერი მოუტანიათ. ძალიან გთხოვთ გადაიღეთ გენაცვალე. აი ჩემი შვილი ეპილეფსიით დაავადებული. მარიკა ვერულაშვილიცა ვიყავი მარჯვენა ხელი. დათვადეიშვილიცა ვიყავი მარცხენა ხელი და ყველაზე პირველმა სააკაშვილმა ამ სოფელში მე ჩამომართვა ხელი და აი ეს შვილი ავიყვანე დამწვარი მარიკასთან, რომ მიშველე დამეხმარე მეთქი. სახალხოთ ვიყვიებ როგორ მინდა რომ აეკ იყოს და უთხრა რაც შემპირდი როგორც საქართველოსაც ამ პირდებოდი სად არის მე ვერ ვეღისე იმ საქართველოს დამწვარი შვილი მივიყვანე და იცი რა მითხრა დედამისმა რამდენი ამ რაიონიდან მათხოვარი იქნება ყველას დაეხმარებაო მათხოვარი მაშინ არ ვიყავი ჩემი 150 მაინც გაყვა არ მოუწია ბინის ქირა ოფისიდან რო გავახსნეინე სახში არ მოუწია ხერფასი რომ ამუშავა მარიკა მივედი დამწვარი შვილით აქციებზე რო ჩავიდოდი შენი ჩემო სიცოცხლე შენ მარტო დამირეკე იმ წუთში იქ გავჩდები დაურეკე კი არა დამწვარი მიუყვანე სახლში აი მეზობლებმა ხალემა იციან ეხლა ბიჭები რო არ იყვნენ გაჩვენებდით როგორ არის გაუბედურებული ახლა რამდენიღან დამწვარი მშვილი მყავს და ყურადღება არ მომაქცია აი ესე გადამიხადა ისა ნაციონალურმა მოძრაობამ სიკეთე და ეხლა ბიძინა ივანიშვილი ესე მგონია ჩემი სანებისთვის, ჩემი შვილის ნაირებისთვის საქართველოს საზემ ზემ გამოანათა. მია ესეთი იმედი მაქვს. თუ ამანაც არ გავიმართლა, ქართველიარი უნდა გადავშედეთ, მაშინ ეგრე მგონია. ძალიან მინდა ეს სიტყვები გაშუქდეს. მე ზეწოლა, ისეთი ზეწოლა, მაინც არჩევნების დღისით იქ გენაცვალე. არავინ არ იმსა, თოფს არ მოგიშვეს, რა იმას მოვეცი ხმა, მაგრამ გარეთ ზეწოლა ხდება, ფაშისტურ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ინა ამაყამ თოფი დამახალონ და მომიცვინენ შემსათქმელს მაინც ვიტყვი იმიტომ რომ მე 70 იმანეთი პენსია აქვს 300 იმანეთი წამალი ჭირდება მე ვინ მაძას მამა არ ეყავს ძმა არ ეყავს ერთი დედა ვყევარ მარტო მე იმიტომ მინდოდა ეს ქვეყანა იმიტომ უჭერდი მაგათ მხარს როგორ მიყვარდა სააკაშვილი როგორ მიყვარდა და შემაძულა თავი იმიტომ რომ აი გაუბედური ყოფაში ვართ სიხატაკის ზვარს ქვემოთ მყოფნი დაიქცეს იმის ოჯახი, ვინც დახმარება მოიგონა, კაპიკები, იმიტომ რომ მის დღემში ყმათა იქ ყოლოდათ ხალხი. აი ამის გამო არ მინდა. ისეული პენსია ქონოდა და ის დახმარება არ აღჭირდებოდა. რა ვქნა ჩვენის კატეგორიის ხალხმა. ნახევარი ხალხი ბანკების ვარში იხჩობა. შიმშილისაგან არიან გაღატაკებ მიწაზე ცხოვრობენ 21 საუკუნეში. საუბრობენ ხალბატონო. შიშით.
შიში მე რა უნდა წამართო ჩემი შვილი საავადმყოფობა თუ ხელდა თოხ წამართმევთ რომ შემაგიროთ ქირაძე ჩვენ უნდა წავიდეთ რომ წამლიფული მოუტანო ჩემი შვილს ქირაძე დავდივარ იმაზე შემეცილებია ნაციონალები წავიდეთ შემაგიროთ იმუშაო თქვენი სოფელში ცხოვრობს ბესიკ ზანდარაშვილი და თუ დაგხმარებიათ როდისმე ან თუ უსაუბრიათ ბესიკი ზანდარაშვილი მე როგორ დემეხმარება მე ის ოპოზიციაში ვარ და როცა მე ნაციონალების მომხრე ვიყავი ის მაშინაც ოპოზიციაში იყო ჩვენ მოვიყენეთ ეს ხელისუფლება ეხლა თვითონ არიანი პირადად ვინ ახორციელებს იმ პოლიტიკურ ზეწოლებს ვისაც ხალხის ხალხს ეშინია ვინ არიან ეს ადამიანები ვინც დაგი ამ ხელისუფლების წარმომადგენლები ანუ ადგილობრივი ხელისუფლება რა თქმა უნდა აგეთ ეგ გადაბერდია მყვილად გითხრათ რა გამოიარა ოსიაშვილი თემომ რავი რა ქვია მამასახლისია თუ მამამთავარია არ ვიცი ხო რწმუნებული უთხრა ეგეთ საქმე არ გააკეთო რომ მე ბოდიშმაც აღარ გიშველოსო იქნება და იმას აქვს ჩვენთან საბოდიშოთ მე ეს ხო არ ვიცით ჯერა ეს 1 ოქტომბრის მერე გაირკვევა ერთი წუთი გჭირდება რა ბატონი გიაგე და პირადად თქვენთან გვაქვს შეკითხვა ბატონობესო რა ძალიან გთხოვთ კი მაგრამ აი ზეწოლებთან დაკავშირებით მინდა გითხოთ პირადად თქვენ გადანაშაულებენ ადამიანს თქვენი ხელმძღვანელი და თქვენი მამამარჩენალი პირდაპირ აცხადებს რომ ორის მერეო პედაგოგები და ისინი მოსამართლეები უნდა დავიჭირო და არიცით ვინ არის? ვის გულისხმობთ ამაში? არიცით ვინ არის? ბიძინა ივანიშვილი ტელევიზორში აცხადებს რომ უნდა დავიჭირო ორის მერეო პედაგოგებიო და ის მოსამართლეებიო და ამას ამ კი თელმა საქართველოს თქვენ გადანაშაულებენ თქვენივე თანასოფლელები ზეწოლაში. აი კონკრეტულად გეტყვით ბერდია გემაზაშვილია თუ არ ვწდები თქვენ მას ესაუბრეთ რამდენჯერმე და ვის? ბატონ ბერდია არ მინახია ალბათ ერთი თვეები იქნება. რამდენჯერმე და თქვენ ერთ რამეს აღთხოვთ რა. მოდი თუ ხარ ჟურნალისტი იყავით ჟურნალისტი და თუ ხარ ოცნების აქტივისტი იყავით ოცნების აქტივისტი. ადამიანი გადანაშაულებთ ბატონობესო ზეწოლაში და ხო შეიძლება როგორც შენ ცრუობ ეხლა ის ადამიანი ცრუობს. ეგ არის ზღაპარი. ბერდია შეუძლია ნებისმიერ დროს კაცს ესეთი ცილი დასამოს რომელიც არ ყოფილა საერთოდ.